გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. გადაცემის პირველი ნაწილის მთავარი თემაა გრიპის ვირუსი. ინტერაქტივის შეკითხვა კი არის ასეთი: რა პრევენციულ საშუალებებს მიმართავს გრიპის ვირუსის დროს? მივდივართ ექიმთან, მიმართავთ ხალხურ მედიცინას თუ ითვალისწინებთ ახლობლის რჩევას. თქვენი გამოცდილების შესახებ გვიანბეთ პირდაპირ ეთერში, ჩვენ უკვე ველოდებით თქვენ სატელეფონო ზარებს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. 292 11 88 292 11 99 ეს არის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. ჩვენ ველოდებით თქვენ ზარებს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის მთავარი თემაა გრიპის ვირუსი. ამასთან დაკავშირებით გაქვთ საშუალება დაარეკოთ და პირდაპირ ეთერში ისაუბროთ და მოგვიყვეთ თუ რა მდგომარეობაა თქვენს ირგვლივ, თქვენი გამოცდილების შესახებ. გადაცემის მეორე ნაწილში კი ტრადიციულად გაქვთ საშუალება დაარეკოთ და ისაუბროთ უკვე ხმამაღლა პირდაპირ ეთერის საშუალებით იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, ხოლო რადიო იმედი და გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს ეცდება ამ პრობლემების მოგვარებაში გაგიწიოთ დახმარება. H1N1 ვირუსით ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა. გარდაცვლილია შუახნის ქალბატონი, რომელიც ზუგდიდში აფხაზეთიდან გადმოვიდა. პაციენტს ვირუსი სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე განუვითარდა. ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით საქართველოში წელს უკვე 3 ადამიანი გარდაიცვალა და ბოლო მონაცემებით ყოველ 100,000-ზე 258 ადამიანია გრიპის ვირუსით ინფიცირებული. ფიქსირდება ეს მონაცემები, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაჩვენებელი, ანუ 100,000 მოქალაქეზე 500 მიაღწევს, უკვე მაშინ ცხადდება ეპიდემია ქვეყანაში. ბოლოს ასეთი შემთხვევა შეგახსენებთ 2009 წლის დეკემბრის ბოლო კვირას იყო, მაშინ ერთი კვირის განმავლობაში 100,000 ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 600-ს გადააჭარბა. როგორია ტენდენცია წინა წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან შედარებით და როდის უნდა ველოდეთ ინფიცირების შემთხვევების მატებას? პირდაპირ ეთერში ამ თემებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელ ბატონ პაატა იმნაძეს გავესაუბრეთ, რომელიც უკვე პირდაპირ ხაზზეა, როგორც მაგანიშნებენ. საღამოშვიდობისა ბატონ პაატა. საღამოშვიდობის. დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით. როგორია ტენდენცია ყოველ ამ პერიოდში, ზამთრის ამ პერიოდში რაღაცა თითქოს ადამიანს მეხსიერება აქვს, მოკლე ყოველთვის ერთი და იგივე თემა, ერთი და იგივე მიმართულებით ტრიალებს, რომ აი ბევრს აქვს უკვე, უნდა გამოცხადდეს ეპიდემია, საგანგებო მდგომარეობა, ყოველ წელს ლამის ერთი და იგივე თემა ტრიალებს და როგორია ტენდენცია წინა წლებშიც ასეთი მდგომარეობა იყო უფრო რთული თუ წელს რამე მართლა განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით? კი ბატონო, გასაგებია თქვენი კითხვა. ჩვენ ვებგვერდზე ვაქვეყნებთ ყოველკვირეულ მონაცემებს, რა ხდება ქვეყანაში. თუ ვინმეს დაინტერესებს, შეუძლია შევიდეს www.ncdc.gr და ნახოს, რომ თქვათ იგივე წინა კვირის მონაცემები არის, ასე ვთქვათ, იმას შორის, რაც იყო თქვათ 1 წლის წინ და რაც იყო 2 წლის წინ. ანუ საშუალოა ახლა, ანუ 1 წელიწად ცოტა მეტი იყო, 1 წელიწად ცოტა ნაკლები იყო. ანუ თუ გაყვებით ამ გრაფიკებს, ნახავთ, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რაც თქვათ არ ყოფილა წინა სეზონებზე, წინა სეზონებთან შედარებით არ ხდება. ახლა როდესაც მე ამას ვამბობ ხოლმე, ახლა ჩვენ გარშემოცულ მიმოგიხედოთ, ნახავთ, რომ რამდენია ხოლმე თქვათ შემთხვევა. ალბათ ყველა დამერწმუნება, რომ ახლა გარშემო ნამდვილად არ არის ისე, რომ ყველა ავად იყოს თქვათ გრიპით. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვეულებრივი, მეორე მხრივ, ამან არ უნდა შეგვაწვდინოს, ამან არ უნდა მოგვადუნოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ, როდესაც თქვათ 1000-ობით ადამიანი ყოველ სეზონზე ხდება ავად, რა თქმა უნდა, ამოარჩევს, ეხლა ძალიან ბევრმა უკვე გადაიტანა ეს გრიპი, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, ზოგმა მძიმედ, ზოგმა შედარებით სუბუქად, მაგრამ სამწუხაროდ, აი მე მინდა კიდე ერთი სამწუხარო შემთხვევა დაფიქსირდა, არის მეოთხე, თქვათ, დადასტურდა მეოთხე ავადმყოფის გარდაცვალება, ოღონდ ის არის არა H1N1 გრიპის ვირუსით გამოწვეული, არამედ H3N2 გრიპის ვირუსით გამოწვეული. და აი როდესაც ამდენი ადამიანი ავად ხდება, რა თქმა უნდა, ვიღაცა ყოველთვის დამძიმდება და ამიტომ მოუწოდებთ ყველას, რომ
რაც შეიძლება ადრეულად მიაკითხონ თავიანთ ოჯახის ექიმებს პოლიკლინიკებს, რათა გამოირიცხოს სწორედ ერთეული, მაგრამ ასეთი თქვათ მძიმე შედეგები, რომელიც სამწუხაროდ ყოველი გრიპის სეზონზე გვაქვს ხოლმე. ბატონო პატა, ეს H1N2 ვირუსით ადამიანი როდის და სად გარდაიცვალა ტერიტორიულად? თბილისში გარდაიცვალა ქუთაისიდან გადმოყვანილი პაციენტი იყო, დღეს შუა დღეს გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც ჰქონდა H3N2 ვირუსი. ამას მე კიდევ ვიცით რატომ ამბობ, ხო რატომ უყოლას ეს აუტეხია ღორის გრიპი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სამწუხაროდ ადამიანს H1N1 ანუ ეწოდებული ღორის გრიპი დაემართება თუ H3N2 რომელიც ასე ვთქვათ და კიდე არის მესამე B ტიპის ვირუსი, ეს პირველი A ტიპის ვირუსი, ანუ ადამიანს ემართება გრიპი. ანუ არავითარი აზრი არ აქვს, არც ლაბორატორიულ კვლევას პაციენტისთვის ან ვირუსის დადგენის მიზნით. კლინიკურად აქვს ადამიანს გრიპი, ჩათვალეთ რომ ეს არის უკვე გრიპი. მორჩა, ამას უნდა ეხლა ექიმა უმკურნალოს როგორც გრიპს. იმიტომ რომ ეხლა ვისაც კი საქართველოში გრიპის სიმპტომატიკა აქვს, ყველას დაახლოებით 90% აქნება H1N1, დანარჩენ 10% ექნება H3N2. ჩვენ ვიცვლით, ჩვენ ეპიდემიოლოგებს გვაინტერესებს რა ვირუსი დაავადებულისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ტიპის ვირუსია. დაავადებულისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ხედავთ ხო სამწუხაროდ არის ლეტალური შემთხვევები H1-თაც, H3-თაც, B ვირუსითაც ქონია ჩვენ ლეტალური თავარი და ძირითადი აქ არის ის რომ ადამიანი რომელიც არის გრიპით, ალბათ გრიპის სიმპტომებით, ალბათ დროულად მივიდეს ექიმთან. გასაგებია. როგორი შეიძლება რეკომენდაციები მივცეთ ადამიანებს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოახდინოთ ასე ვთქვათ ყურადღების მობილიზება? ჩვეულებრივ ეს არის თუ ადამიანი ვთქვათ ბავშვი უკვე 38.5 თუ აქვს ბავშვს ტემპერატურა 1 დღე მაინც აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. ანუ ეს არის კატეგორიულად. თუ დიდს აქვს ვთქვათ და ეს დიდი არ არის რისკის ჯგუფი და აქვს 3 დღე ტემპერატურა 38.5 და მეტი და ასე ვთქვათ ვერ იგდებს ამ ტემპერატურას, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. ხოლო თუ ეს ადამიანები რისკის ჯგუფში შედიან, მაგალითად იგივე ქრონიკული დაავადება აქვს ვთქვათ რაიმე ამ ადამიანს, ან ვთქვათ ორსული ქალბატონია, ან ვთქვათ ეს არის ვთქვათ ხანში შესული ადამიანი, რომ ძირითადად რამე დაავადება ყოველთვის აქვს ხოლმე მათ, ამათმაც ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და ჯობია პირველივე დღეს მიმართონ ხოლმე თქვათ თავის უბნის ექიმს ან პოლიკლინიკას იმისათვის რომ თქვათ დაუდგინოს ექიმმა რა სახის მკურნალობა ესაჭიროება მას. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს თუ გვაქვს სუნთქვის გაძნელება. ანუ ეს შეიძლება იყოს პნევმონიის, ანუ ფილტვების ანთების პირველი ნიშანი სუნთქვის გაძნელება, ბავშვს შეიძლება ტუჩები ჰქონდეს გალურჯებული, ციანოზი ქვია ამას. ან თუ ნახველიში მაგალითად გამოერია ცოტა მაინც პატარა სისხლივით ან შიქოვანი რაღაცა, ეს ისეთი სიმპტომები, როცა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. გასაგებია. ბატონო პატა, ძალიან ხშირია შეკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ გაუშვან მშობლებმა სკოლებში ბავშვები თუ არ გაუშვან. ამასთან დაკავშირებით არანაირი დირექტივა არ არის განათლების სამინისტროსგან და არც სკოლაში ბავშვებმა უნდა იარონ, ჯანმრთელებმა უნდა იარონ სკოლაში არ უნდა გაუშვან ავადმყოფი. გასაგებია. აი ეს არის ყველაზე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს სურდო აქვს, ყველა აქვს, ტემპერატურა აქვს და მაინც სხვა სკოლაში უშვებენ, ან ბაღში მიყავს. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვებმა არ უნდა იარონ. ჯანმრთელმა ბავშვმა რა თქმა უნდა იაროს სკოლაში, იმიტომ რომ არ არის სიტუაცია, რომ საჭირო იყოს თქვა სწავლის შეწყვეტა ან ზონები. ის ეხება დიდებსაც, ფაქტორის დიდი თავად რო არის სამსახურში, უფროსმა არ უნდა შეუშვას სამსახურში, იმიტომ რომ ის სხვასაც დაუხდის ავად. გასაგებია. ბატონო პატა, ერთი ასეთი ბოლო კითხვა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შემდეგი, რომ სკოლებში თუ არ დადიან ბავშვები, ასე ვთქვათ, დირექტივა აქვს ადმინისტრაციას, სკოლის ადმინისტრაციას, რომ გაარკვიონ რა მიზეზით არ დადის ბავშვი, თუ მას ვირუსი აქვს. ამ ინფორმაციას უკვე რაოდენობრივი ინფორმაციას აწვდიან ჯანდაცვის სამინისტროს, თუ რამდენი ბავშვია, ასე ვთქვათ, ვირუსის გამო არ დადის სკოლაში და შესაბამისად ამაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში, თქვათ ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებში შეწყდეს დროებით სწავლა თუ არ შეწყდეს. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს? რა თქმა უნდა, სკოლებზეც ასეთივე მონიტორინგი გვაქვს დაწესებული, როგორც ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებებზე ვიცით დაახლოებით მიმართვიანობა.
ასევე ეს არის ასე ვთქვათ ინდიკატორი თუ რამდენი პროცენტი აცდენს ბავშვების სკოლას იმიტომ რომ ჩვენი ყველანაირი დღეს არსებული ინფორმაციით ის ავადობა რაც გვაქვს ქვეყანაში ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი სეზონისათვის დამახასიათებელი ავადობა ჩვეულებრივ სკოლებს ხურა ჩვენ აი სკოლებსაც კი რო დახურავენ თქვენ გონიათ ახლა თუ სკოლა დაიხურება ის ბავშვები ალბათ არ გახდებიან აი ბავშვები მაინც გახდებიან ალბათ იმიტომ რომ ხო გამოკეტავენ კოლბაში არა ეს მეგობრებში ხდება მეგობრებში ხდება ხანაგებში ხდება და ანუ გრიპი მაინც იქნება უბრალოდ ამ ზომას ასე ვთქვათ მიმართავენ მაშინ როდესაც ძალიან ბევრი დაგროვდება ერთად ვთქვათ პაციენტები და ამიტომ რომ მოიხსნას ასე ვთქვათ ეს ერთად რო არ გახსნენ ალბათ მაგრამ იგი ცალ-ცალკე მაინც გახდებიან ალბათ თუ უნდა გახდნენ გასაგებია დიდ მადლობას მოგესალმებით ბატონო ბატა ურმესი მადლობა რომ მოახერხეთ გაგვისაუბროთ პირდაპირ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ბატონი პაატა იმნაძე გვესაუბრებოდა რომელმაც ასე ვთქვათ მოგვეწოდა ასევე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში დღეს ვირუსის გამო H3N2 ვირუსის გამო პაციენტი რომელიც ქუთაისიდან გადმოიყვანეს თბილისში დღეს ნაშვადღებს გარდაიცვალა თუმცა ბატონმა პაატამ ასევე დაგვიდასტურა ინფორმაცია და განმარტა რომ სტატისტიკური მაჩვენებლით არაფერი ისეთი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის თუ შევადარებთ მსგავსი ტიპის პრობლემის და პერიოდიკის მაჩვენებელს წინა წლებთან 292 1188 292 ეს არის ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები სადაც ჩვენ ველოდებით თქვენ ზარებს შეგახსენებთ რომ ჩვენი ინტერაქტივის კითხვა არის შემდეგი რა პრევენციულ საშუალებებს მიმართავთ გრიპის ვირუსის დროს მიდიხართ ექიმთან მიმართავთ ხალხურ მედიცინას თუ ითვალისწინებთ ახლობლის რჩევას როგორც მივხვდით გრიპის ვირუსებს საუბრობთ დღეს ჩვენ და აქვე კიდე გაგაცნობთ ერთ ინფორმაციას რომ საქართველოსთან შედარებით H1N1 ვირუსით ინფიცირების გაცილებით მეტი შემთხვევაა გამოვლენილი რეგიონის სხვა ქვეყნებში მათ შორის რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში. განსაკუთრებით რთული ვითარება უკრაინაშია, სადაც ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის შედეგად უკვე 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 12 მათგანი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ რეგიონებში დაიღუპა, 51 პაციენტი კი ვირუსს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ემსხვერპლა. რაც შეეხება კიდევ დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არის ის რომ მომატებული ვირუსების გამო თბილისში 2 სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება აღნიშნული ცენტრები წინამძღვრიშვილის 57-ში და ქიაჩელის 18-ში მდებარეობს დღეს დაინერგება 112-ის სადისპეჩეროს ახალი პროტოკოლი რომელიც გამოაცალკევებს პროტოკოლს ცხელება რისკ ჯგუფის გარეშე ხვალიდან კი უკვე 112 ასეთ გამოძახებებს გადაამისამართებს არა თბილისის სასწრაფოში არამედ სხვა სადისპეჩეროში რომელიც დაიწყებს ცენტრების მართვას და საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმების ბინაზე გაგზავნას. მინისტრის ინფორმაციით აღნიშნული სისტემა დღეს საღამოდან დაიწყებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით დღეს საღამოდან დაიწყებს ეს სისტემა მუშაობას მიღების რეჟიმში ხვალიდან კი გამოძახების რეჟიმშიც გადავა. გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს, რაც განცხადება გააკეთა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა რომ იმ ნაბიჯების თავარი ამოცანა რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში ახორციელებს არის ის რომ როგორც დიდ ქალაქებში ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზებისთვის. 292 1188 292 1189 ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ ზარებს, რათა პირდაპირ ეთერში მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და გადაცემის მეორე ნაწილში გარდა ამისა შეგიძლიათ რომ პირდაპირ ეთერში უკვე დაარეკოთ და ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე რომლებიც თქვენ გაწუხებთ და ხოლო ჩვენი გადაცემის ფორმატის პარალელში ვეცდებით ამ სოციალური პრობლემების მოგვარებაში გაგიწიოთ დახმარება. ჩვენ რამდენიმე წუთში სავალდებულო სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 1188 292 1199 უსმენთ ერთმანეთს. ლაუპირდაპირ ეთერში გადაცემა უსმენთ ერთმანეთს ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ.
ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემა იყო გრიპის ვირუსი, მეორე ნაწილში კი გაგვთ საშუალება რომ დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომრებზე 298 და ისაუბროთ თქვენ სოციალურ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაში გვეცდებით რომ მიიღოთ მონაწილეობა გადაცემის უსმენთ ერთმანეთს პარკლებში. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა ერთი სატელეფონო დიალოგი ბატონ პაატა იმუნიზაციის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს გავესაუბრეთ, რამდენიმე წუთში კი შემოგთავაზებთ მეორე სატელეფონო დიალოგსაც, მანამდე გაცნობთ რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა მოგაწოდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა დღეს თბილისში ვირუსის გამო H3N2 ვირუსით, ადამიანი რომელიც ქუთაისიდან გადმოიყვანეს თბილისში, დღეს ნახევარ დღეს იგი დედაქალაქში გარდაიცვალა, მანამდე დაფიქსირებული ინფორმაციით კი H1N1 ვირუსით, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევის ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით წელს უკვე 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეოთხე შემთხვევა, რომელიც დღეს დაფიქსირდა, ეს უკვე ეხება ვირუს H3N2, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა გვაცნობა. ახლა კი დაპირებული მეორე სატელეფონო დიალოგი იმუნოლოგ ალერგოლოგს ბატონ ბიძინა კულუნბეგოვს გავესაუბრებით, რომელიც უკვე პირდაპირ ხაზზეა. მოგესალმებით ბატონ ბიძინა. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვესაუბრებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბატონ პაატა იმუნიზაციასთან ერთად ვისაუბრეთ ამ თემაზე და ერთი ინფორმაციას დაგვიდასტურე, რომ კიდევ ერთი ადამიანი ვირუსის გამო დღეს გარდაიცვალა და ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ, თუ როგორი შეიძლება იყოს ის სიმპტომები, რა დროსაც მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და მიმართონ ექიმებს. თქვენ თუ შეგიძლიათ ამ მიმართულებით რამე, ასე ვთქვათ, კიდევ განსაკუთრებული სიმპტომი რა უნდა იყოს, რა შეიძლება მიაქციონ ადამიანებმა ყურადღება და საინტერესოა რა ტიპის რეკომენდაციები შეიძლება თქვენ როგორც ალერგოლოგმა მიეწოდოთ მოქალაქეებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ჩართვისთვის უფრო სწორად. ბატონი პაატა დარწმუნებული ვარ, ამომთხოვავად ისაუბრებდა ამ ეპიდემიოლოგიაზე, გავრცელებაზე და ამ დაავადების სტატისტიკურ კონდა აქცენტი დიახ. ვირუსის შესახებ მე შეიძლება ერთი ძირითადი ასპექტი ვთქვა, იმიტომ რომ ამას ასე ვთქვათ ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენ ყველანი ექიმები და კლინიცისტები, რომ პირველ რიგში ღორის გრიპი როგორც ესეთი ტერმინი ჩვენ რაღაცა ესეთი შემაშინებელი ფაქტორის სახით გვევლინება. ჩვენ დავთქვათ 2009 წლის სეზონის შემდგომ სოფლიოში H1N1 არის უბრალო სეზონური გრიპი. მეტი უბრალოდ გრიპის სხვა ვირუსი არ არსებობს. არსებობს 90%-ში H1N1, დანარჩენ პროცენტში არის H3N2 და B ტიპის ვირუსი. H3N2 რომელია? ეს არის გრიპის ქვეშ შტამები, რომელიც სეზონურ ვაქცინაშიც არის ასახული, ვინც ეს გაიკეთა და პრევენციისთვის აპირებს გაკეთებას, ჩვენ ამის რეკომენდაციას ვაგრძელებთ ბუნებრივი ექიმები, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, არა ეპიდემიური და პანდემიური, არამედ ჩვეულებრივი, ყოველწლიური სეზონური გრიპი. მოდი ვთქვათ, რომ ღორის გრიპს მას მიუწოდებთ, იმიტომ რომ გრიპის ვარიანტი ხან ღორისგან მოდის, ხან ფრინველისგან მოდის, ხან ჭიდისგან მოდის, ხან ჩვენ გვახსოვს ფრინველის ვირუსზე, როგორი იყო კიდე წლების წინ. ორი არის ტერმინი, რომ ჩვენ ვთქვათ, ეს არის სეზონური გრიპი, რომელიც სოფლიოში ეკვადორისგან ჩრდილოეთით, ანუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვრცელდება, შემოდგომა ოქტომბრიდან დაწყებული მარტი-აპრილის ბოლომდე, ჩვენს ქვეყანაში პიკი უხშირესად ემთხვევა იანვარი-თებერვალი, ეს 5-8 კვირა გრძელდება უხშირესად, ჩვენ ახლა თითქმის ამ ფაზაში შევდივართ და იმედია ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად შეშლის. რაც შეეხება სიმპტომებს. სიმპტომები უხშირესად, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ის უქმნის განსაკუთრებით პრობლემას ეს ვირუსი, აქ უნდა ვთქვათ ეს კატეგორია ადამიანების, რომლებიც არის ყველაზე საყურადღებო. პირველ რიგში მე როგორც ალერგოლოგი დავიწყებდი. სასუნთქის სისტემით ქრონიკულად მოვადი ადამიანებს. თუ მათ აქვთ ბრონქული ასთმა, ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ეგრეთ წოდებული პერელთა ბრონქიტი, მათ აუცილებლად თუ გაუჩნდებათ ტემპერატურული რეაქცია, რომელიც გრიპის ვირუსისთვის არის დამახასიათებელი სწრაფი და მხისიერი სიცხე. აი ჯამწელი ადამიანი დაბრუნდა ქუჩიდან სახლში, სამსახურიდან სახლში, შემცირებით დაეწყო მოულოდნელად 38 და მეტი ტემპერატურა. ეს არის ძალიან ტიპიური დამახასიათებელი გრიპის ვირუსისთვის. თუ ადამიანი არის სასუნთქის სისტემით კიდევ ერთხელ მეორე დაავადებული, მას აქვს კარდიოგულის გართულებით მიმდინარე დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, გადატანილი ინფარქტი, ინსულტი, თუ არის ორსული, თუ არის პაციენტი დიაბეტით შეპყრობილი, ჭარბწონიანი, თუ არის ბავშვი განსაკუთრებით 6 თვის ასაკის ქვემოთ და ხანგრძლივი პაციენტები 65 წლის ასაკის ზემოთ, პირველ 24 საათში ტემპერატურის რეაქციის განვითარებისთვის თანაბე ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მათ უნდა მიმართონ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას გამოკვლევების, მონიტორინგის, მედიკამენტის ჩართვის და ასე და ასე შემდგომ. დანარჩენ შემთხვევაში
ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თქვა ტემპერატურასთან ერთად და შეიძლება თან ახლდეს ამ ვირუსს. ეს არის ხველა, ეს არის მუცლის ტკივილი, ეს არის ყელის ტკივილი, ხანდახან დიარეა, გულისრევა, გებინება, ეს არის ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენები. ამიტომ პირველ რიგში განსაკუთრებული რისკის მქონე პაციენტებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ტემპერატურიდან 2-3 დღე არ მოითმინონ, სწრაფადვე ჩაერიოს პირველადი რგოლის ექიმი, ეს არის პედიატრი თუ ჯანდაცვის პირველად რგოლში, ოჯახის ექიმი მოძილებისთვის და თავიდან აგვარიდებს აბსოლუტურად ამ ვირუსის, ასე ვთქვათ, გავრცელებას და მის შესაძლო გართულებებს. ყველა შემთხვევა ძირითადად ლეტალური ეს არის იმუნოკომპრომენტირებულ, ანუ იმუნური სისტემა დასუსტებულ პაციენტებში, დროული მიმართვიანობის დაგვიანების შემთხვევაში გამოწვეული. ამიტომაც აი ეს ყველაფერი თავიდან იქნება არიდებული, თუ ძალიან დროულად და მკეციერად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. გასაგებია. და რეკომენდაციები, რა ტიპის რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ მოქალაქეებს? რეკომენდაციები არის რეკომენდაციები ხალხური მეთოდები, რომელსაც ჩვენ ესე ვეძახით, რომელსაც მტკიცებულებითი ბაზა როგორც სამედიცინო კვლევები არ გააჩნია, თუმცა აი ეს რეკომენდაციები არსებობს და ამას ხშირად იყენებენ ხოლმე რაღაც 1000 მშობლებმაც იციან, დიდებმაც იციან. მე როგორც ექიმი ვიტყვი რა არის დადასტურებული, ანუ დამტკიცებული რეკომენდაცია. რეკომენდაცია ეს არის ვაქცინაცია, აქ ვაქცინაზე უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი რეკავს ციცეული ჩვენგანის დაწუნებული ვარ ჩემი კოლეგების ტელეფონზე და ან მოგმართავენ და გვეკითხებიან, ეხლა აქვს თუ არა აზრი ამ ეტაპზე ეს ვაქცინის გაკეთება. პირველი უნდა ვთქვათ, აქ ძალიან სწორი დეფინიცია გავაკეთოთ. ვაქცინაცია კლასიკურად ოქროს სტანდარტი, თუ სურვილი აქვს ამის და სამედიცინო ჩვენება ამ ვაქცინის, უნდა გაკეთდეს არაუგვიანეს ოქტომბრის თვისა, რადგანაც მოვემზადოთ ჩვენ სეზონის, რომელიც გარდუვალია, ყოველწელს იქნება 2017-ში, 18-ში, 19-ში, 20-ში და იმ დრომდე სანამ კაცობრიობა იარსებებს ალბათ დაახლოებით. რაც შეეხება ეხლამდე რეკომენდაციას, ერთი ნიუანსია მხოლოდ არასოდეს გვიან არ არის ამ ვაქცინის გაკეთება, ეს არის ხელმისაწვდომი ვაქცინა, მაგრამ მისი იმუნიტეტის ფორმირება ჭირდება საშუალოდ 10-დან 14 დღე. ამიტომაც ამ ვადაში ვაქცინიდან შესაძლებელია რომ უკვე პაციენტს შეხვდეს ეს ვირუსი, ამიტომ გარანტირებული დაცვა ეხლა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომაც შესაძლებელია გაკეთდეს, მაგრამ აი ეს ეგრეთ წოდებული ფანჯრის პერიოდი, სანამ ჩამოყალიბდება იმუნური სისტემა და გაჩნდება დაცვითი ანტისხეულები, არის ასე ვთქვათ ცოტა მყიფე, ასე ვთქვათ ეს გარდამავალი პერიოდი. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, პირველი, თუ ბავშვი ან მოზრდილი, თუ მოზარდი იქნება ტემპერატურული რეაქციით, გაცილებით დაავადების სიმპტომების მატარებელი. არავითარ შემთხვევაში უნდა ვთხოვოთ ჩვენ ყველა სკოლას, დირექციას, მენეჯერებს თუ დირექტორებს თუ სამედიცინო თუ არასამედიცინო ასე ვთქვათ, არ უნდა დავიდნენ ისინი სამსახურში, არ უნდა დავიდნენ სკოლაში, რომ ისინი სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ეს უნდა იყოს თვითიზოლაცია, ანუ სახლში უნდა იყოს პაციენტი მოთავსებული 2-3 მეტრის დისტანციით, ოჯახის წევრებმაც კი უნდა გააკეთონ იზოლაცია, პირბადის ხშირი გამოცვლა 2-3 საათში ერთხელ და უხშირესი რეკომენდაცია, რომელიც ეხება მოზრდილსაც და ბავშვსაც და ყველა ასაკის პაციენტს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის ღონისძიება, რაც შეიძლება ხელით ხშირი ჰიგიენური მოვლა დაბანვა მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ინფექცია ჰაერწაწოვანის გარდა არის კონტაქტური გზით გადამდები ინფექცია, ხელით ხშირად კონტამინირებს ვირუსი, რომელსაც პირსახის არეში მოხვედრის შემდგომ მერე ადვილად ეხსნება გზა ცხვირისაკენ, ხახისაკენ და იწვევს დაავადებას. აი ეს არის ის რეკომენდაციები ძირითადი, რაც შეიძლება ადამიანებმა, ასე ვთქვათ, მარტივად შეასრულონ და ამით თავი დაიცვან საკუთარი პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის წევრების და მთლიანად საზოგადოებასაც, ასე ვთქვათ, დავეხმაროთ. გასაგებია. ურმეს მადლობას მოგახსენეთ ბატონო ბიძინა. მადლობთ თქვენ. ნახვამდის ბიძინა კულუმბეგოვი იმუნოლოგ-ალერგოლოგი საუბრობდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემა ეხება გრიპის ვირუსს 292 11 88 292 11 99 ამ ნომრებზე შეგიძლიათ დაერეკოთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება და მე აქვე გაცნობებთ რომ საქართველოში ამ ვირუსთან დაკავშირებით დღეს დადასტურდა კიდევ ერთი ინფორმაცია რომ უკვე 4 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჯერჯერობით უნდა გამოცხადდეს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რაიმე ტიპის საგანგებო მდგომარეობა ჩვენ ამ თემაზე გადაცემის პირველ ნაწილში ქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელთან ბატონ პაატარ იმნაძესთან დიალოგი და სტატისტიკური მაჩვენებლით არ განსხვავდება წლევანდელი მდგომარეობა გასული წლების მდგომარეობისგან პირიქით უფრო დაბალი ტიპის დაბალია რაოდენობრივი მაჩვენებელი გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა საქართველოსთან შედარებით როგორც იკვება H1N1 ვირუსით ინფიცირების გაცილებით მეტი შემთხვევა გამოვლინილი რეგიონის სხვა
ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში, განსაკუთრებით რთული ვითარება უკრაინაშია, სადაც ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის შედეგად უკვე 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჰიგიენური პირობების დაცვა, მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სიცხის შემთხვევაში მოზარდის იზოლირება, ეს არის ძის ძირითადი რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გასცემს. უწყებაში აცხადებენ, რომ H1N1 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების განზრდა მოსალოდნელია, თუმცა ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. სპეციალისტები მოქალაქეებს გრიპის ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებენ, როგორც ჩვენმა რესპონდენტებმა ისაუბრეს. თუ კი მოქალაქეები ასე ვთქვათ, მოულოდნელად მოქალაქეს აქვს სიცხე 38 გრადუსი და ზევით, შემცირებით დაწყებული მოულოდნელი სიცხე, თუ კი ეს ადამიანი არის ასე ვთქვათ, ორსული ან დიაბეტიანი, ხანდაზმული, მოზარდი, მათ კისერად უნდა მიმართონ ექიმებს და შემდეგ უკვე ექიმი გადაწყვეტავს, როგორი იყოს მათი მკურნალობის რეჟიმი და მეთოდი, რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, როგორც ჩვენმა რესპონდენტებმა გამიმარტეს, ერთ-ერთი ასეთი პრევენციული ზომა, თუ კი სახლში არის ვირუსით ინფიცირებული ადამიანი, ოჯახის წევრია, დისტანცია მასთან 2 სანტიმეტრით და პირბადის 2-3 საათში ერთხელ გამოსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ხელპირის ხშირი ბანვა. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის მე მქონდა ხელთ დაკავშირებული გრიპის ვირუსთან და გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გაცნობებით, რომ H1N1 ვირუსით, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით საქართველოში, როგორც თქვა, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევა ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა კიდევ დღეს დაფიქსირდა ნაშუა დღეს ქუთაისთან სამკურნალო თბილისში გადმოყვანილი ადამიანი გარდაიცვალა, სულ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ბოლო მონაცემებით ყოველ 100,000-ზე გრიპის ვირუსით ინფიცირებული 258 ადამიანი ფიქსირდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირის განმავლობაში 100,000 მოქალაქეზე 500 მიაღწევს, მაშინ უკვე ქვეყანაში ეპიდემია ცხადდება. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2009 წლის დეკემბრის ბოლო კვირას იყო, მაშინ ერთი კვირის განმავლობაში 100,000-ზე მეტი დაავადებულთა რაოდენობა 600-ს გადააჭარბა 100,000 ადამიანზე. ეს იყო 2009 წელს, თუმცა როგორც ჩვენ გავარკვიეთ ჯერჯერობით არ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდემია გამოცხადდეს ამ მიმართულებით. კიდევ ერთი დეტალი, მომატებული ვირუსების გამო თბილისში 2 სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში მოისახურება. აღნიშნული ცენტრები განთავსებულია წინამძღვრიშვილის 57-სა და ქიაჩელის 18-ში. დღეს დაინერგება 112-ის სადისპეჩეროს ახალი პროტოკოლი, რომელიც გამოაცალკევებს პროტოკოლს ცხელება რისკ ჯგუფის გარეშე. ხვალიდან 112 მსგავსი ტიპის გამოძახებებს გადაამისამართებს არა თბილისის სასწრაფოში, არამედ სხვა სადისპეჩეროში, რომელიც უკვე ცენტრების მართვას დაიწყებს და საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმების ბინაზე გაგზავნას. მინისტრის ინფორმაციით აღნიშნული სისტემა დღეს საღამოდან დაიწყებს მუშაობას მიღების რეჟიმში, ხვალიდან კი გამოძახების რეჟიმში გადავა. გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება, ამ მსგავსი ტიპის განცხადება და პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაციისთვის. მოკლედ, ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი დრო დასასრულს უახლოვდება. გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ხვალ იქნება ისევ პირდაპირ ეთერში, რომელსაც ნინო მეუნარგია, ჩემი კოლეგა წარუწყობა. მადლობას მოგასცემთ, რომ იყავით ჩვენთან ერთად და დაგემშვიდობებით ნახვამდის დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავესთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.